ცდილობს თუ არა ივანიშვილის ვაჟის სანქციებს და იზოლაციას იაპონიაში გაექცეს ოლიგარქის შვილი იაპონური მედიის ობიექტივში მოექცა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ის იაპონიის ელჩს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, სადაც თეიმურაზ ლეჟავამ უტა ივანიშვილს შავი დიდი ჩანთა გადასცა. მედიის ცნობით, უტა ივანიშვილმა ტოკიოში ფეშენებელური ბინა იყიდა, რომელიც მან სესხის გარეშე შეიძინა. ქართველი დიპლომატი ოლიგარქის სამსახურში და დასავლური სანქციების ეფექტი. ქეთი ნადიბაიძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქეთი გისმენთ. ყოველკვირეული იაპონური ონლაინ გამოცემა დაინტერესდა ქართველი ოლიგარქის უტა ივანიშვილის იაპონური ცხოვრებით და კავშირებით. ეს გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას და არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ ფოტოები აქვს გადაღებული და ფოტო მასალა ვრცელდება მათი მხრიდან ამ შეხვედრის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს უტა ივანიშვილსა და იაპონიაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ ლეჟავას შორის შედგა ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში. აქვე ამ მედიის ინფორმაციით შეხვედრის დასასრულს ელჩმა უტა ივანიშვილს გადასცა დიდი შავი ჩანთა, უთხრა რომ ის ადგილზე არ გაეხსნა და რომ ის რაც გადასცა მას გამოადგებოდა. რაზე არის საუბარი, რა გადასცა ამ ჩანთით ელჩმა ლეჟავამ უტა ივანიშვილს, ეს არის უცნობი, ამის შესახებ მედია უკვე აღარ წერს, თუმცა მოიძიეს არაერთი ინფორმაცია უტა ივანიშვილის იაპონურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, რომ ქართველი ოლიგარქის შვილი იაპონიაში ცხოვრობს ტოკიოს ცენტრში, ძვირადღირებულ უბანში და ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ კორპუსში. ბოლო სართულზე მას აქვს ფეშენებელური ბინა 115 კვადრატული, რომელიც მან შეიძინა 500 მილიონ იენად, რაც დაახლოებით არის თითქმის 3 მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარი. სადა იაპონელმა ჟურნალისტმა გასაუბრება უტა ივანიშვილთან, მცირე დიალოგი არის მათ მიერ წარმოდგენილ მასალაში ივანიშვილთან, თუმცა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვას მოკლედ უპასუხა მან და საუბრის გაგრძელება მის იაპონურ ცხოვრებასთან, საქმიანობასთან დაკავშირებით ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა აღარ ისურვა. შეგიძლიათ ნახოთ ახლა ინტერვიუს ეს ფრაგმენტი. თქვენ ხართ ბატონიეი, იაპონურად საუბარი შეგიძლიათ? დიახ, იაპონურად ცოტას ვსაუბრობ. რამდენი ხანია იაპონიაში ცხოვრობთ? 2 წელიწად ნახევარია. მუშაობთ? დიახ, მე ვიდეო თამაშების დიზაინერი ვარ. თქვენ შექმენით კომპანია ატუ. მე არ შემიქმნია. მამა თქვენი ამერიკის სანქციების ქვეშ იმყოფება. მერე რა? ტოკიოში ბინა გაქვთ? შეიძლება მქონდეს, შეიძლება არა. ეს იაპონური გამოცემა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ძვირადღირებული ქონება, უძრავი ქონება ბინა ტოკიოს ცენტრში უტა ივანიშვილმა შეიძინა სულ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებდა. ეს არის რამდენიმე თვის წინ მოხდა ეს შესყიდვა და ასევე ხაზს უსვამს ეს ჟურნალისტი იმასაც, რომ ეს ხდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქართველი ოლიგარქი, მისი გუნდი ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და რომ საქართველოში უკვე გამწვავებული არის პოლიტიკური პროცესი და სამ სტატიას ასრულებს, შეიძლება ითქვას, იმით ხომარ არიდებს ივანიშვილების ოჯახი იაპონიაში თავს აი ამ სანქციებს. ეს ინტერვიუ ფრაგმენტი, რომელიც თქვენ ცოტა ხნის წინ მოისმინეთ, ჩაწერილი არის და თარიღდება 2 თებერვლით, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი ამ მომენტისთვისაც იმყოფება და ცხოვრობს იაპონიაში.